შუა დღემშვიდობის მოგესალმებით ყველას. ჩემთან არის ზაზა, არ ვიცი ვის გახსოვთ ჩემი ძველი ვიდეოებიდან. აი, ყეში რო ვიღებდით რა ქვია კაცო, კემპინგ ვიდეოებს. ეს დაიჭირეთ. ერთად ვიღებდით ხოლმე თითქმის ყველა ვიდეოს. ხო და ორი დღეა ჩემთან არის. ზაფხულში მორჩა სკოლას და ჩამოვიდა ხვალწავა კახეთში. კაია კახეთი ხო? ძალიან. ჩამოდით ხო რა, მაგრამ შენ არცალია. ლამაზი კუთხე. გუშინდა დღეს ვისვენებ სამსახურში და რავი, ორი დღეა ძილს მოუნდი ხალხო. ნალექი დავდივართ? ხო. ორი დღეა მძინავს, იმიტომ რომ ისეთი ამინდია, შოკირებული ვარ მართლა. ივლისი დაიწყო და ზაფხულში როცივა, მაგი შენ ჭიხაში უთენ. ზაფხულში რაღა იყო და აი ზამთარი რო იწყება, შემოდგომა და ზამთარ შუაში რო ის არის, რა ქვია, ცივი ამინდები, ეგეთი ამინდები. შემოდგომის ნაირი ამინდები. მე სადაც იგივე ამინდები არის. ხო, მაგრამ იცის ეს ხანდახან. ეხა ცინაცეს ვარესი. ამ სიცივეების მერე ნახე რა სიცხე წამოვა. ანუ რამდენად დაქლორილია წყალი, რანაირი ფერი აქვს შეხედეთ. ნალექიანი ყავა არ დამილევია უკვე კაი ხანია. ეს რაღაცა დებილობა ყავა ვიყიდე. 7 ლარიანია. ეს ის ყავა და ეს აქციაში იყო. აქციაში იყო 4 ლარად. და მაგასვლა უკვე რამოდენიმე დღეა. ისა ბაგარი მე იაკობსი მეოსება, მაგრამ ონცი ყავაში რა ადოღებული არ მეოსება. იაკობს მეც მიყვარს, მაგრამ ფასები აქვს 21 ლარი. ისე ძალიან ძვირია 21 ლარი. უფრო ძვირიც ღირს. რატო იძახი ბრატ, როცა შეგიძლია თქვა ქართულად ძმაო? ძმა. ხო, ძმა. ძმა უფრო ლამაზად ჟღერს თუ ბრატ? აქვს დიდი მნიშვნელობა. როცა იცი რომ შენი ქვეყნის ძალიან დიდი ტერიტორია ოკუპირებული აქვს რუსეთს. მე არ ვემხრობი იმ ამბავს, რომ აი ხო არიან ეხლა ძალიან ბევრი რუსები არიან საქართველოში და ქართველები არ ეთანხმებიან იმას, რომ აი რუსია და მორჩა რა. მე არ ვეთანხმები მაგას, იმიტომ რომ ჩვენთან თუნდაც საქართველოში ავიღოთ ბიძინა რომ მართავს ქვეყანას, არის ქართველი მოქალაქეების რაღაც კატეგორია, ვისაც მოსწონს ბიძინას მმართველობა და არის ნაწილი, ვისაც არ მოსწონს ბიძინას მმართველობა. მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზავთ. კი იცით რომ რაღაც გასაპროტესტებლად რო გავალთ ქუჩაში, რავი, ზოგს თვალებს დათხრიან ახალგაზრდებს, ზოგს ციხეში გამოამწყდებენ, საერთოდ უდანაშაულო ხალხს და ახალგაზრდობას მოუსპობენ. ასე რომ ეგრეა რა. პუტინის მმართველობასაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ნახევარი რუსეთი კი არა, ალბათ 90% არ ეთანხმება, მაგრამ ზოგადად ისეთ ცუდი მიდგომები აქვს პუტინსაც, რომ გაურბის რა ხალხი. იმიტომ რომ ხმა რო ამოიღონ და ქუჩაში დადგნენ, იმაზე უარესებს უზავენ რუს მოქალაქეებს, რასაც საქართველოში უშვებიან ქართველ ახალგაზრდებს. არ მინდოდა ეხლა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ წამოიჭრა ეს თემა რა. და არა უშავს. ჩემთან ახლოს არის მეორადები. ცოტა დაუწიე რა. იტალიური ტანსაცმლის მეორადებია, ყველაფერი არის 2 ლარად, მაქსიმუმ 5 ლარად
და ესე იგი რაც ეგ მეორადები აღმოვაჩინე იმის მერე სულ შევივლი ხოლმე ან სამსახურში მივდივარ ან სადღაც ყოველთვის შევივლი მაგ მეორადებში გადავათვალიერებ გამოვალ რამდენი ხანია წესიურად ვერ ჩავიზომე და ვერ ვიყიდე ვერაფერი ხო და წეღან ვიყავით მე და ზაზუკამ ერთი რაღაც იყიდა მე საერთოდ დავითრე მე 4 რაღაც ვიყიდე და ესა დაგათვალიერებიებთ ახლა ცოტა ხანში იქ კი ჩავიზომე მაგრამ სარკეშიც არ მინახავს წესიურად და თქვენთან ერთად უფრო კარგად ჩავიცმევ და ჩავიზომებ და გაჩვენებთ ბოლოს მაინც გაყიდილი არ გინდა რა არა რამდენი ხანია მინდოდა მაგის ყიდვა ხო მაგრამ გამოდიოდი მოვედით ეხლა მე მინდა წავიკითხო ტელეფონი რო ვიყიდე და ვიდეო რო გადავიღე მაგის კომენტარები საზუკა მათხოვებს თავის ტელეფონს აღარ იმიტომ რომ ჩემ ძველ აიფონში ვერ დავაკავშირე ინტერნეტი ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა და რომელ ვიდეოზე იწერა აი ამის კომენტარები მინდა ნუ ეჩაგოვად ძალიან წარეყავა შენ ისეთი შვილი ხარ ბედნიერი შენი დედიკო არაუშავს ეგრას შეწუხება მშვიდობაში მოიხმარე სასიამოვნო ზარები ბაჩო ძალიან დიდი მადლობა კარგი შვილი ხარ ბაჩო მშვიდობაში და სიკეთეში შენაძენი რა საყვარელი მეგობარი ყავს ფუმფულა ფისუნია ყოველდღიურობა მობეზრება იცის დრო რო გექნება გაისერინე სხვადასხვა ადგილებში მოინახულო კი აუცილებლად ყოველთვის დასვენების დღეს ყოველთვის გავდივარ ხოლმე სადმე და თან თბილისსაც ნელ-ნელა აღმოვაჩენ ხოლმე იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ქალაქი გვაქვს თან ძალიან არა მარტო ქალაქი ზოგადად ქვეყანა ძალიან ლამაზი კუთხე კუნჭულები ძალიან ლამაზი ადგილები გვაქვს საქართველოში და რა ვიცი არ ვაფასებთ იმდენად როგორც საჭიროა ფისას რაც შეეხება ფისვარის ჩემი სიცოცხლე და სიყვარული აი მართლა ხანდახან რო დავფიქრდები რომ ეხა ბებერია და რაღაცა ну ცხოველების კი არა ახალგაზრდა ადამიანები იღუპებიან და დედებს და მამებს შვილები ეღუპებათ და როგორღაც ამტკივილი ცხოვრობენ მაგრამ აი ჩემი ფისო მართლა ისე მიყვარს რომ დავფიქრდები ხანდახან რომ ეს ეხლა მოხუცია და ამას რო რამე დაემართოს მე რა მომივა არ ვიცი ძალიან გამიჭირდება მართლა მეორე მიკროფონი რადგან დამჭირდარია ჯობია გამორთოთ ეს მიკროფონები თორე ისიც ლაპარაკობს ესეც ლაპარაკობს და იდევა ვერც ერთისას გაიგებთ და ვერც მეორესას წესავრაკ მოიცა ეს არ დაიტენა რაღაცო მოდი შევერთოთ მაშინ არა ეგრე უცებ არ დაიტენა რუსულად მიწერს ვიღაცა კომენტარს მაგრამ გადათარგმნე ქართულად ანუ რა კარგი და აშკარად კეთილგანწყობილი ბიჭია როგორ არის მოვიწონთ და არ გამოვიწერო ძალიან დიდი მადლობა მაინც მაგრამ არ ვიცი ხა თქვენ რა სიტუაცია გაქვთ ნუ აშკარად რუსულად იყო დაწერილი ანუ რუსული იმით რომ დაწერო ასოებით კიდე მესმის მაგრამ ზოგადად რუსული ჩემგან შორს არ ვიცი მე არც მიყვარს რუსული ენა ძალიან ცოტა ვიცი რუსული ისწავლებოდა კი არა ეხლაც ისწავლება საიმე დაგვასპონსორეთ თქვენს წყალს მადის ლაიფ ვლოგ გილოცავ ბაჩო მართლა კარგი გამოსახულება აქვს ძალიან დიდი მადლობა გილოცავ წარმატებები ხათუნა დავითიანი თეკოს ვლოგ ემიგრანტი 35 ბაჩო გამარჯობა წარმატებებს გისურვებ მართლაც კარგი ხარისხია გამარჯობა ასევე წარმატებებს გისურვებთ მადლობა გილოცავ ახალ ტელეფონს ძალიან კარგი ბედნიერი ზარები ბაჩო მარეხისტის სახელი ვერ მოვიგე ისე სხვა შორის ძალიან მაგარი ტელეფონი დაიწერა მარეხიტსილაშვილი ხიწიწილაშვილი ნუ ხო მარეხი წავიდით მარეხი წიწილაშვილი გილოცავ ბაჩო გვანცა 01 მადლობა
გილოცა ახალ ტელეფონს სიხარულში და ბედნიერებაში ლამაზო ბაჩო ლალი ლალი დიდი მადლობა თმა შეიჭერი აღარ გავაფრიანდები ნაკლებად დაგცხებაო ხო ზოგადად აი ზაფხულში რო თმას იპარსავენ იმის გამო რომ ცხელათ მაგას არ ვემხრობი მეც მაგიდო გადავიპარს თორე გზელი იმიტომ რომ თმა მე არ მიშლის ხელს მაგრამ ანუ აღარ მომწონს ჩემი თმა ძალიან ზედმეტად დიდია აღარ მომწონს კარგ ბარბერშოპში უნდა წავიდე 50-60 ლარს გადავიხდი და მაგრა შეგჭრიან აი ფოტოს რო აჩვენებ და ეგრე შეგჭრიან ეგეთ ადგილას უნდა შევიჭრა ამის ვლოგები გილოცავ მართლა ძალიან კარგი ხარისხია ძალიან დიდი მადლობა ფიქრია ნამგალაძე შვიდობაში შენ და შენ საყვარელ დედიკოს მადლობა დიდი გილოცავ ბაჩო შვიდობაში გილოცავ შვიდობაში ბაჩო წარმატებები გილოცავ ბაჩო შვიდობაში აი სპეისი არის ყველაზე მაგარი კი საკმაოდ კარგი მაღაზია ეს სად არის გილოცავ ბაჩო სულ სასიხარულო ზარები მოგმიგიღოს გილოცავ ბაჩო ცვლილება არის უკეთესობისკენ გილოცავ მუდამ სასიხარულო და ბედნიერების მაცნე ყოფილიყო შენი შენაძენი წარმატებები ძალიან დიდი მადლობა ცვლილებას უკეთესობისკენ რაც შეეხება ყოველთვის იმაზე ვფიქრობ ხალხო მართლა რომ როგორ განვითარდე როგორ წავიდე წინ რა შევცვალო ჩემ ცხოვრებაში უკეთესობისკენ და ნელ-ნელა გამომდის კიდეც რაღაცეები ნელ-ნელა ძალიან კარგად იცვლება შენი მოსმენა საუკეთესო თერაპია ვიდეოში თვალი მოვკარი ზემოთ ჭერში პანელები რომ იყო მიკრული ჩემს მშენებარე სახლშიც მსგავსია და მაინტერესებს როგორია მტვერი ხომ არ ცვივა ბევრი და მსგავსი რა პრობლემა ხომ არა ცვივა და მსგავსი პრობლემა ხო არა ხო ეს კომენტარი ვნახე სხვათა შორის არც ერთი კომენტარი არ დამეგულებია იმიტომ რომ მინდოდა ცალკე ვიდეო ჩამეწერა ამ კომენტარების წაკითხვა და აი ამ კომენტარზე მინდოდა ძალიან რომ მესაუბრა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი მოსმენა თქვენთვის საუკეთესო თერაპიაა და რაც შეეხება ამ ჭერს, მე რო ეს ჭერი თავიდან შევამჩნიე, ძალიან მომეწონა. აი, არ ვიცი ხა გამოჩნდება თუ არა რამე. აი ეს ჭერი. და ხის ფირფიტები რო არა, ხის ფიცრებია ჩვეულებრივი და თუ დააკვირდებით იმ ხაზებში გადანაბმელებში, სადაც ხის ფიცრებს ხის ფირფიტებს რო დაამაგრებ ჭერზე ხაზები ხო რჩება შუაში და იმ გადანაბმელებში აქვს პლასმასის პლინტუსები აქვს რა მიშრუპებულია პლინტუსია ხო ეგა ხო და ეგ პლასმასებიც არის დაახლოებით იმის ფერში ხის ფერში და ძალიან ლამაზი ჭერია საბოლოოდ გამოსული ბუნებრივი არანაირი გაკრასყვა არანაირი შეღებვა და ძალიან ლამაზია რა თავიდანვე ძალიან მომეწონა აი გვერდებში რო პლინტუსები გაუკეთოს ვაფშე მაგარი იქნება რა გვერდებში უნდა პლინტუსები უიჭროს ბიჭო ეს ისა თვითონ კედლის ამონაყვანია გალესილა კედლით რა არ არის კედლის ამონაყვანი ქაფის ისეთი აბა ქაფი არის ეგა ქაფის რო აქვს ფორმები ხო ვიცი მაგას ეგა შეღებილია კედლის ის მე და თვითონ კედელი არის რაღაცა მოვარდისფრო მოკრემისფრო ფერში შეღებილი და ეს კედელი და ჭერი ერთიანობაში ქმნის ძალიან ლამაზ იმას იერსახეს და ძალიან მომწონს მართლა რაც შეეხება მტვერს მტვერი არ მაწუხებს რა ვიცი ძალიან კარგია ჩემი აზრით ძალიან მომწონს პირველ რიგში ვფიქრობ რომ კოტეჯებს და ხის სახლებს მოუხდებოდა ეს ისა კი თან ძალიან მაგრამ დეკორაცია იმიტომ რომ თვითონაც ხის იმეებით არის აწყობილი ნაჭრელებით და ძალიან ლამაზია მე ძალიან მომეწონა სხვათა შორის აი ბევრ ჭერს ეხა რაც მაგ ნანახი ჯობია და ძალიან კარგია თვითონ ისინი რა ქვია თუ დააკვირდები ზაზანახებ რომელზე იდა ის პლინტუსები არის დამაგრებული შავი იმეებით შურუპები როა შურუპავით რო ამოგრებენ აი მაგით და ის შურუპებით ეგ არ უხდება მაგრამ მახინჯად არ მოჩანს და რატო არ მოჩანს იმიტომ რომ ის შავი ხის ისენია თვითონ კოპლებზე იდა ხი ხო ხის ხაზები ზოგი მუქია ზოგი ღიაა და ის მართალი არ უხდება, მაგრამ დიდად არ მოჩანს, იმიტომ რომ ხო, თან უყურეთ რომ მიაწევოთ პლინტუსი, ეხა ზევით, მალევე ჩამოძრება რა, მაინც რომ დანესტიანდეს, ეგრევე ჩამოძრება, ამიტომ ჯობია დააშურუპოთ რა, ეგრევე. საერთო ჯამში ძალიან ლამაზია, მართლა თავიდანვე მომეწონა და ამ ჭერმა ჩემი ყურადღებაც მიიქცია და რავი, კარგად თუ გაკეთდება ეს ეხა
დიდად ლამაზად გადაბმულები არ არის, იმიტომ რომ ის პლინტუსი ერთი იქ არის, ერთი აქეთ. ჩაეჭრათ ბიჭო, მაგ ჩაჭრილი აქვს და მე გადააბეს რა. უყურე რამდენი ის აქვს მინატყამი, შურუპი. ხო და რაღაცნაირად უფრო ლამაზად რო იყოს ხაზები გაკეთებული, ძალიან ლამაზია. მშვიდობაში. იმაზე იდა ხო ბიჭო, ის შავები რო გამომწარებით, მაგი უხდება კი. აი ეგ შავები. მშვიდობაში შენაძენი წარმატებები და ღმერთმა სულ სწორი გზით გატაროს. შენ ისეთი ბიჭი ხარ, ყველაფერს კარგად აწყობ. თავარია არ დაკარგო მოტივაცია და წინ იარონელი ნაბიჯებით, მაგრამ წინ. ეგ არის ზუსტად მნიშვნელოვანი მოტივაცია პირველ რიგში, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. და ასევე აუცილებლად მნიშვნელოვანია მოთმინება, იმიტომ რომ რაღაცა წარმატებას რომ მიაღწიო, ესე უცებ ვერ იზავ რა. აი თუ დააკვირდებით ბიზნესმენ შეძლებულ ადამიანებს, ყველამ გამოიარა საკმაოდ რთული ცხოვრება. რთული პერიოდი, ზოგმა შიმშილობაც გამოიარა ბავშვობაში, ძალიან დიდი გაჭირვება, თუმცა აი რო დააკვირდებით, ეგეთმა ხალხმა უფრო მეტ წარმატებებს მიაღწიეს და უფრო დააფასეს ცხოვრება, შრომის ფასი ისწავლეს. რავი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნელ-ნელა წინ წახვიდე და განვითარებას ეცადო. გილოცავ ჩემო კარგო, გილოცავ ბედნიერებაში მოიხმარე, გილოცავ ბევრი შეგეძინოს ბედნიერებაში. TikTok-ზე რა გაწერია ბაჩო? TikTok-ზე იმდენი გვერდები მაქვს. ვერ დაახავთავს რომელია. ეხლა რომ მომცა საშუალება, ჩამოუვლიდი ყველა ჩემს ძველ TikTok აკაუნტებს და გავაუქმებდი, იმიტომ რომ იმიტომ რომ საშინელი ვიდეოები მიდევს. გავაუქმებინე მე ერთ დღეს დავუშვით და აი მეგობრები რომ იცოდეთ რა ტელეფონით უწევ და გადაღება, აი. ვერ შევდივარ. ზოგში ის არის ზოგი სხვა email-ზეა, ზოგი სხვა ნომერზეა, ყველგან ვერ შევალ. Facebook-ზეც გაქვს შენ გაკეთებული ერთ-ორი, მე მახსოვს. ასე რომ რა ვიცი TikTok-ზე თუ ჩაწერთ ჩემს სახელს და გვარს, არ გირჩევთ, მაგრამ ისეთ სასწაულ ვიდეოებს ამოაგდებს ძველებს, აი ბავშვობელი ვიდეოს გახსოვს რა. ბიჭო, ჩვენ რა დავდეთ ის ვიდეო. გილოცავ ახალ ტელეფონს ირმა არაბულაძე. მადლობა დიდი. მშვიდობაში წარმატება მოეტანოს შენთვის. რა მობილური იყიდე მშვიდობაშიო. ვიდეოშიც ვამბობ 5 წუთი. ვიყიდე ესა Xiaomi T14. Xiaomi T14 256 გიგაბაიტი აქვს მეხსიერება და რაც მე ყველაზე მეტად ჭირდებოდა მეხსიერება და კარგი გადაღება, მაგათ არაფერს არ ვუწუნებ. ასე რომ გამომადგება მშვენიერი. ძალიან მაგარი ტელეფონია, ძალიან მაგარია, გადაღებაც მაგარი აქვს, მე ძალიან მომეწონა. მიჰაუსშია ბაჩო აქცია 30 ივნისამდე მაგიდა და 2 სკამი 85 ლარად. Facebook-ზე ედოთ რეკლამა. 85 ლარად ძალიან კარგია. ვნახე, ხელფასობაზე შეიძლება გავიმეტო ფული. რა კაბელის მოყვა ის გამოიყენეთ დამუხტვის დროს. კაბელი მოყვა, მარტო კაბელი მოყვა, თავი არ მოყოლია და სატენი ვიყიდე ცალკე ორიგინალი, ეგეც Xiaomi-ის გამოშვებაა. 120 ვატიანი არის და 120 ვატიანი. შეგიძლია პირადში მომწერო? აი ესე კომენტარებში რომ მიწერენ პირადში მომწერეო. ანუ მე ხო არ ვიცი თქვენ რა გაწერიათ ან Facebook-ზე ან Instagram-ზე ან სადმე რო დაგიკავშირდეთ, ასე რომ რა ვიცი დამამატეთ არასდროს არ ვარ იმის წინააღმდეგი, რომ ჩემი გამომწერები რომ მიგზავნიან მეგობრობას Facebook-ზე, ყოველთვის ვამატებ ყველას. ხო და რავი Facebook-ზე ბაჩოკობული ამაწერია ინგლისურად. დამამატეთ და მოგწერთ აუცილებლად. ეს არის 120. მშვიდობაში ბაჩო ტელეფონი სულ კარგი ზარებისთვის გეპასუხოს. მადლობა გიორგი. გილოცავ ბაჩო. ულები წარმატება. ტატუ გახატია სამალიოტი დავინახე და გახატია ტატუა. ხო, ტატუ მახატია და ეგ თქვენთვის არც დამიმალავს და დასამალიც არაფერი არ არის ამაში. რავი, ბავშვობიდან მქონდა ტატუს ინტერესი და რაღაცა და რატომაც არა მინდოდა და დავიხატე და მომწონს, მაგრამ ყველაზე დიდი მიზეზი რაც არის სულ ადგილას დავიხატე. კი, ნამდვილად. არ ვიტყვი ახლა სად დავიხატე და რაღაცა, მაგრამ 50 ლარი გადავიხადე ამ პატარა ტატუში და ორჯერ მომიწია გადატარება. ანუ ერთხელ რო დამახატეს, მივწერე რომ მეთქი ძალიან ღია არის თქო მელანი და ნახე წუთი ხა როგორ გაზიშენ ვაფშე. რა გინა ბიჭო, შენიერია პროსტა. აქ არ უნდა დაგიხატა, უნდა დაგიხატა ფეხზე ისა.
შენ არ ნერვიულობ, მე ეს მომწონდა ეს ადგილი და აქ დავიხატე. აბა აქ არ მინდოდა უწეღარო თქვი. ვაიმე, მოსმენა ისწავლე ბიჭო, მოსმენა აქ არ მინდოდა თქვა, არ მithქვა. აბა რა თქვი? გადავახვიო ერთი და ვაჩვე. ვიდეოში ვიძახი რომ ყველაზე ცუდი რაც არის, ცუდ ადგილას დავიხატე თქო. და ამან რა გაიგო იცი? რომ ხელზე არ მინდოდა დახატვა. ცუდ ადგილას დავიხატეში ვიგულისხმე რომ ცუდ ტატუ სტუდიოში დავიხატე. აჰა, გასაგებია. და მან არ უნდა დამეხატა. ანუ ეგ იგულისხმე. ნერვებს მიშლის. შეიძლება ბიჭო ხელზე გინდოდა დახატვა, მაგრამ თვითონ ამ ადგილას არ გინდოდა და გინდოდა აქ. ნუ ყვირი ხარ ხო? გამანებით ხარია. არ შემი. მიდი გავაგზავნოთ, წაიგე. ისეთი გადაჩვეული ვარ ხალხი ხმაურს და ყაყას რომ არ შემიძლია. ხო, ცუდ ადგილას დავიხატეში გულისხმობ იმას, რომ იმ ტატუ სტუდიოში არ უნდა დამეხატა, სადაც დავიხატე, იმიტომ რომ პირველად რომ ტატუ დამახატეს, თავიდან ძალიან ლამაზი ჩანდა მართლა, მაგრამ მე რომ შეხორცდა ესა მივწერე და კიო ეგ ჩემი ბრალიაო, საკმარისად ღრმად არ შეუშვიო მელანი კანშიო და ესა სრულად რომ შეგიხორცდებათო 2 კვირის მერეო მოდით და გადაგატარებთო და რომ მივედი მერე უკვე რაც არ მომწონდა თითოეული დეტალი ყველაფერი უთხარი რომ ეს ფრთა გამისწორე ეს გამილამაზე რაღაცა და რომ შემიხორცდა ისევ არ არის ლამაზი რა იმიტომ რომ ამ ფრთაში ისევ ზედმეტად ღიად არის გაკეთებული და რეალურად კარგ ტატუ სტუდიოში რო დამეხატა, ბევრად უფრო კარგი გამოვიდოდა, მაგრამ არა უშავს, იმიტომ რომ შეცდომებზე ვსწავლობთ ადამიანები და რავი, ზოგადად არ ვარ რისი მოყვარული იცით? ძალიან ბევრი ტატუები რო აქვს და მით უმეტეს ზოგმა იცის აქედან აქამდე უბრალოდ ჩაიშავებს ხელს. აუ, მაგას ვერ ვიტან. ხო და მე არ მიყვარს ძალიან მე მიყვარს პატარა ტატუები. ძალიან ზედმეტად გადაფერადებული რო აქვს ხელები, ფეხები და ვაფშე ყველაფერი ეგ არ მომწონს. რავი, ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ გავიკეთებ ტატუს, 2-3 პატარა ტატუს, მაგრამ რეალურად ტატუ მიმდინარე შეთრევა იცის, რომ ვერ იტყვი, რომ აი ამის მეც ვერ არ დავიხატავ. წინასწარ მაგას ვერ იტყვი, იმიტომ რომ ჯერ ერთი ტატუ არ გამიკეთებია და უკვე მეორეზე მეფიქრება. ანუ კატის თათის დაიხატე აქ, კატა დაიხატე. კატის თათის დახატვა მინდა ფეხზე. აქ უნდა დაიხატო გულზე კატა. ძალიან მიყვარს კატები. კატა არა, მარტო თათი შავი. მე უნდა დავიხატო აქ აი ჯვარი რო უკეთია ხელი და ანუ ეგ მინდა გილოცავ ბაჩო ბედნიერებაში შენაძენი. მადლობა. მაგი და შუშის 2 სკამით My House-ში 85 ლარად იყო ახალიო. რა მაგარი გამომწერები გქოს, რა მაგარი რაღაცებს გირჩევი. კი, რჩევებს ყოველთვის, რჩევებით მანევრირება. კაია ძალიან, ასეთი გამომწერები უნდა გავდეს. გილოცავ ბაჩო, გილოცავ ჩემო კარგო. ძალიან დიდი მადლობა ყველას და რადგანაც კომენტარები წავიკითხე, ჩამოული ამ საღამოს და დავაგულებ ყველას, თორე ესე არასდროს არ მიქნია, ანუ როგორც კი ვკითხულობდი, ეგრევე ვაგულებდი ყოველთვის. ერთადერთი რაც არ მომწონს, არ დაგიმალავთ არის ის, რომ აი ვიდეოს რო წარწერას გავუკეთებ სიტყვაზე მნიშვნელოვანი შენაძენი, ახალი შენაძენი, ან რო გავუკეთებ წარწერას ვიდეოს გამომწერის გამოგზავნილი საჩუქარი და თან თავარ ფოტოზეც რო დააყენებ ან საჩუქრის ფოტოს ან შენაძენის ფოტოს ყოველთვის მსგავს ვიდეოებზე უჩნდებათ ინტერესი იმ ხალხს ვინც შეიძლება წელიწადში ერთხელ უყურონ ჩემ ვიდეოებს და აი მაგის მომხრე არა ვარ რა თუნდაც ავიღოთ ვლოგერები ძალიან ბევრია დღესდღეობით ვინც ყოველდღიურ ვლოგებს იღებს რა და მე მაგალითად თუ არ მომწონს ვლოგერი კი ყველა შრომას ვაფასებ და ყველას წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ არის რაღაც კატეგორიები, რის მიხედვითაც არ მომწონს, ან მისის მენა არ მსიამოვნებდეს, ან არასწორად საუბრობდეს რაღაცა. ნუ მოკლედ, მე თუ არ მომწონს, არც ვუყურებ მის ვიდეოს, არც კომენტარებს დავუწერ. ასე რომ რა ვიცი, იმას ვამბობ, რომ აი აფერისტობა არ მჩვევია რა. ხო და
მართლა არავინ საკუთარ თავზე არ მიიღოთ, ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც კომენტარებს მიწერთ, ვინც მიყურებთ, მაგრამ არის ადამიანები, რომლებიც წელიწადში ერთხელ ნახავენ შენს ვიდეოს და როდესაც ნახულობენ, რომ ან ახალი შენაძენის ვიდეოს დებ, ან სათაური რომ დააინტერესებთ რა, და ყურება რომ მოუნდება, მარტო მაშინ რომ უყურებენ და არხს რო არ იწერენ რაღაც. მაგირა შუაშია მე რაზე ვსაუბრობ და შენ რაზე საუბრობ. მე რავი მაგათაც ზოგ ვიდეოს რო დამაინტერესებს ადამიანი მაგას არ ვიცი მე ვამბობ ზოგადად იუთუბერებზე ვამბობ მე რომ აი რო აინტერესებთ უბრალოდ აბა რა იყიდა და აბა რა აქსიახლე და მარტო მაგის გამო რო ნახულობენ ვიდეოს და არის ისეთი კატეგორია ადამიანების რომ შეიძლება შეშურდეს გაიფიქროს ცუდი, მაგრამ კომენტარი დაგიწეროს, რომ წარმატებებიო და უბრალოდ ცუდი რო არ გამოჩნდეს ხალხის თვალში რა. და რეალურად რო შურს, ანუ ეგეთ ხალხს ბიჭო რა დალევსით. ადამიანების ეგეთ კატეგორიას ვერ დავეთანხმები რატომღაც. ეგ არის და ეგ, იმიტომ რომ აი ხა კი ხედავთ, რომ შენაძენის ვიდეოს აქვს რამდენი ნახვა 2900 ნახვა და მეორე ვიდეო რომელიც დავდე მეორე რომელი ვიდეო შენ მაგას აქვს 900 ნახვა დილის ამბები სამსახურში წასვლამდე ჩვეულებრივი ვიდეოა ხო რადგანაც აქ ახალი შენაძენი უკეთესი ხარისხი და ამაღლებული მოტივაციით რო დავასათაურო ვიდეო და თან ზუმერის პარკი მიჭირავს ხელში ხალხს დააინტერესა. ეგ არის მშვენიერი კაცო, წინააღმდეგი კი არ ვარ. ზუსტად ეგრე უნდა ეცადო, რომ საინტერესო სათაური გააკეთო, საინტერესო ფოტო გააკეთო, საინტერესო ხარისხი დადო. მოკლედ რა, სამომავლოდ მაქვს ძალიან დიდი გეგმები ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო, რომ ხანდახან ჟურნალისტობაზეც მეფიქრებოდა, რადგანაც ტელევიზიას ძალიან ბევრი ხალხი უყურებდა, აი წარმოუდგენელი მეგონა, რომ დამდგარიყავი ტელევიზიაში, მიკროფონი მჭეროდა ხელში და ყოფილიყავი ჟურნალისტი, მაგრამ ეხა ჟურნალისტობა საერთოდ არ მინდა. ბავშვობიდან ყოველთვის მინდოდა, რომ სოციალურ ქსელებში ყოფილიყავი, საკმაოდ აქტიური, წარმატებული, მყოლოდა ჩემი მაყურებლები და მართლა YouTube-მა მომცა ძალიან დიდი მოტივაციაც და ძალიან ბევრი რამ. პირველ რიგში ძვირფასი ადამიანები, ჩემი მაყურებლები რომლებიც ძალიან ხშირად კარგ კომენტარებს მიწერენ პირველ რიგში თბილ კომენტარებს, საჩუქრებითაც მანებიურებენ და რავი მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ყველას.